მოგესალმებით და მოდით ვნახოთ 9 სექტემბრის დღის არკანი. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და ვნახოთ როგორ იქნება დღის არკანი. პირველი ვარიანტი. ცოტა რთული და მძიმე დღე შეიძლება იყოს პირველი ვარიანტისთვის. მოგიწევთ რაღაც გადააფასოთ თქვენი გარემოცვა პირველ რიგში. მეორე არის ის მომენტი, როდესაც შესაძლებელია რაღაც პატარ-პატარა შიშის ფაქტორები იყოს, თქვათ, ხელფასმა დააგვიანოს და როგორ უნდა გადავიხადოთ კრედიტი ან რაღაცა მსგავსი მომენტები, ხო? აი, როდესაც ადამიანს უბრალოდ პატარა ესეთი უმნიშვნელო, მაგრამ მაინც სანერვიულო ფაქტორები შეიძლება გქონდეს, ხო? პირველ ვარიანტის წარმომადგენლებმა ცოტა უფრო მეტი ყურადღება მიაქციეთ საღამოს საათებს, საღამოს განწყობას თქვენს და ეცადეთ, რომ დღის ბოლო იყოს რაღაცა ასეთი დააგვირგვინოთ მშვიდად და ეცადეთ, რომ რაღაცა განწყობა ამაღლებული გქონდეთ. რაც შეეხება მეორე ვარიანტს. აი, მეორე ვარიანტის წარმომადგენლებს ვეტყოდი, რომ აქ უკვე შეუდექით მუშაობა, შეუდექით წინსწრაფვას. აქ უკვე არის ის მომენტი, როდესაც თქვენი გადაწყვეტილებები, რომელიც თქვათ აქამდე მიიღეთ, აქამდე დაფიქრდით, გადააფასეთ ყველაფერი. მოვიდეთ, რომ მოქმედების აქტიური დღე გექნებათ, აქტიური მოქმედების დღე გექნებათ და ესე ვიტყოდი, რომ მეორე ვარიანტის წარმომადგენლები უფრო მეტად გადადგავთ ნაბიჯებს, ხო? აი, ხვალინდელი დღიდან შეიძლება ითქვას, რომ თქვენთვის დაიწყება უკვე აქტიური ფაზა, სადაც მიდიხართ მიზნებისკენ, ხო? აი, უკვე გეგმა შევადგინეთ, რაღაც მივედით დასკვნამდე პრიორიტეტები გავაანალიზეთ და მივედით იქამდე, რომ უკვე მოვიდეთ დრო და ძალიან აქტიური მომენტი გექნებათ. ერთადერთი რაც არის გასათვალისწინებელი, რომ ყველაფერთან მიმართებაში მაქსიმალურად ეცადეთ, რომ გონებით იყოთ, ხო? ანუ რაც შეიძლება მეტი გონება ჩართოთ და ემოციური ფონი ცოტა ხანი გვერდზე გადაწიოთ, რაღაცა სისწრაფე არ არის თქვენს საქმესთან მიმართებაში საჭირო და რეკომენდირებული და რაც შეიძლება მაქსიმალურად სწორად გაუყევით გზას. მე ბედნიერებას გისურვებ თითოეულ თქვენთაგანს.